აბა შემოусხედით ეკრანებს და გავიცნოთ ერთმანეთი. მე ყურში ამქვია, თქვენი სახელები კი ჯერ არ ვიცი. მაგრამ იმედია ჩვენ დავმეგობრდებით და გაგიცნოთ. მე ყოველ საღამოს ვიქნები თქვენი სტუმარი. მოგიყვებით ბევრ ზღაპრებს და გიჩვენებთ მულტფილმებს. მე როცა დავმეგობრდებით, მოგიწევთ ჩვენ სტუდიაში და თქვენ მოუყვებით ბავშვებს ზღაპრებს. ახლა მე მომისმინეთ. დღეს მოგიყვებით ნაცარქექია ზღაპარს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი რძალმაცი. მაზრის საშინელი ზარმაცი და ზურბატანისა იყო. არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სულ ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. ამისათვის ნაცარქექია დაარქვეს. ძალიან ეუბნეოდა, კაცო, აქეთ მოდეგ, იქეთ მიდეგ, იმუშავე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორე მე შენ რჩენის თავი არა მაქვს. ბრძანა ვერაფერი ვერ გააჩნდა. მაზრი სულ ბუხართან იჯდა და კარში ვერაც გზით ვერ გაიტყუა. აღდგომა დღეს ნაცარქექია ძლივ წირვაზე წავიდა. წირვის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდა, ბრძალმა კარი ჩაუკეტა და აღარ შეუშვა. ნაცარქექიამ ბრძალს საგზაოდ ერთი გუდა ნაცარი, სადგისი, ახალი ყველის თხოვა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ დიდ წყარს კი მიადგა და მეორე ნაპირას უშველებელი დევი დაიარა. დევი წყალს დასწაფებოდა და სვამდა. ნაცარქექიას ძალიან შეეშინდა, მაგრამ რა ექნა, ერთი გზის მეტი არა იცოდა. იმ გზით ისევ შინ ბრძალთან უნდა დაბრუნებულიყო, თუ არა და დევის საუზმე გამხდარიყო. იფიქრა და ბოლოს ეს მოიგონა. აბა გავივლი და მტვერს დავაყენებ. ნაცარქექიამ გუდას სადგისი უჩხვლიდა და რომ გაიარ გამოიარა, დიდი მტვერი დადგა. დევი გაუცდა, შეეშინდა კიდე, ქვა აიღო და გამოზახა. აბა ამ ქვას წყალი გამოადინეო. ნაცარქექიამ უცებ ახალი ყველი ამოიღო. თან დაიხარა, ვითომ ქვა ავიღო, მაგრამ მოუჭირა ხელი, წყალით ქრიალით გამოადინა და დევს შეზახა. აბა აქეთ გამოდი, ხარ შემისვი და წყალს გამიყვანე, ფეხის დასველება არ მინდაო. დევი მაშინვე გამოვიდა, ნაცარქექია მხარზე შეისვა და უთხრა, რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარო. ეს იმიტომ, რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მოკიდებული და თუ ხელი გამუშვი, მაშინ ვეღარც კი დამძრავო. რა კი ეგრეა, აბა დაუშვი ხელიო, უთხრა დევმა. ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო, დევს კისერში ჩაუჭო. დევმა საშინელი ყვირილი მორთო და სთხოვა, ხელი ისევ ცისთვის მოეკიდა. როდესაც წყალს გავიგნე, დევმა უთხრა, წამოდი დღესადილად მეწვიო. ნაცარქექია შეეშინდა, მაგრამ რას იზარდა უნდა წაჰყოლოდა დევს სახლში. მხოლოდ რა მოხდა დევის სახლში, თან მოგიყვებით, ახლა კი მულტფილმი ვნახოთ. ბავშვებო, ჩვენი გადაცემა თუ მოგეწონათ, მაშინ მომწერეთ, რომელი ზღაპარი და მულტფილმი გიყვართ. მე შევეცდები თქვენი საყვარელი ფილმები გიჩვენოთ. ჩვენი მისამართია ქარელი, გალობლიშვილის ზოლ,
ტელეკომპანია თრიალეთი, ზღაპრეს გუდა, ყურშა, ესე იგი მე, ახლა უკვე ძილის დროა. დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ძილინებისა ჩემო პატარებო, ნახვამდის.